Call-centrებს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში უცხოელებს მილიონობით დოლარს ძალავდნენ, ფარცხალაძე და ლილუაშვილი მფარველობდნენ. ელისო კილაძე კი call-centris საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებიდან ხდება ცნობილი. ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს. კილაძე კი გენპროკურატურაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. პროკურატურის ვერსიით ორგანიზებული ჯგუფი მოტყუები დაეუფლა 200-ზე მეტი უცხოელის კუთვნილ 9,5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. ჯგუფის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად ერთმანეთს ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მოკლული ძმის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაამტვრიეს ავტომობილი, გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 2 ადამიანი. მიღბიანი პოლიციელები დაკავებულ პირებს ურტყამდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. გამოკითხულ პირთა უმეტესობას თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა. ევროპის საბჭოს წამების კომიტეტმა საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებია განხილული. ქორწინების კუთხით ინტერესი შემცირებულია, თქვა ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებულმა კობახიძემ. პრემიერის პოსტზე მყოფი ამბობს, რომ ეს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევაა, რასაც უნდა დაუპირისპირდნენ. ტრიბუნიდან კობახიძემ ივანიშვილს დაბადების დღე კიდევ ერთხელ მიულოცა, რასაც დარბაზში ტაშით შეხვდა.